ჩავდი კი მედედა. აი, ცოტა იქით. აი, ასე რომ შემოატრიალე. ის გამოჩნდეს. აი, იქით დადგიგიო და უფრო გამო. სადეთ არ ჩანს მე ისთან. არა ჩანს. აი, ჩანს. თუ არა ჩანს. ზეგან უფრო ჩანდა ჭერის. ხო, მიდი ახლა გაწიო. აი, ასე უფრო ჩანს. კი. ხო ჩავდე. მოგესალმებით, ჩემო თბილებო და ტკბილებო, როგორ ხართ? ვაი მედედა. დავიგაი. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი. მე რა ჯანდაბა სხივი რატო აქვს? გასაწმენდია ეთყობა ისა. ეკრანი. დაგაპაუზოთ 10 წუთით. კიდე აქ? ნუ, მოიწეწოს. ჰა? მოიწეწოს. ჩართო თუ ვაფშე გამორთე? ჩართულია. ჩართულია. პური ხაზი აქვს. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ, რა ხდება თქვენსკენ კარგი ახალი. ვინ ემზადებით თქვენ ახალ წლის შესახვედრად? ხვალ გამოვიღოთ ის არა ქვია ჩვენ. არა, მოგმოვიღოთ. თუ არა? ხვალ გავამზადებ იმას. ხინკალი უნდა გავაკეთოთ ძველი თაგვი. ისე ხვალ გავაკეთოთ ხინკალი და იმას აქ რა ქვია. შეყვაროთ მაცივაში. ზეგრო არ დაგჭირდეს. ხო, რა ვიცი, გავაკეთოთ. ამაღამ გამოვიღოთ და გავაკეთოთ, ხო? ხო, ჯობია რომ ზეგ აღარ დაგჭირდება და. ხო. ხვალ იქ თავი მე გადასასვლელი. რა გინდა? ჩავრიცხავდი ბარემ. ბანკებს. მეც უნდა იმოსქნა რა ქვია. და. არ წამოვიდე მეც. ხო, წამოდი რა ვიცი. ხალხნო. აი ეს ზემოთ რო არის ჩართული. აი ეს. ფერად რო აჩვენებს. ეხლა გადის ახალი წელი უკვე და ეხლა ჩავთე. ველს შეიძლება რა ჩაისთვის რა არის რა მოკეთ ჯერში. ნამაზი. ეგრეა ჩვენთან საქმე. ხვალ გავაკეთოთ გიორგი და ის არის ზეგ იმას ვქნათ რა ქვია. შევყრი და 1-2 მაცივარში ხო შევყავთ და 20-40 წელი რო შევყავთ. ბლომად გავაკეთოთ. ხო გავყინოთ და იმას ვქნათ რა ქვია. ხო ზეგ შემოდის თუ ახალი წელი ხო? ძველი ახალი წელი 13-ში. ხო. ხო. ის მოხარშობ 13-ში. ხო. ხოლმე რომ მოხარშობთ რა? მოხარშობთ მე ყველაც და ზეგაც და მაზეგაც და იმის ზეგაც კიდე. ხო და ეგრეა ჩემო ძვირფასები. ხო მართლა ისევ გტკივაო? ტკივა ისევ ოღონდ ძალიან ის აღარა მაქვს შეშუპებული რომ მქონდა გასიებული რომ მქონდა ძალიან აღარა. თქვაც აღარ უჭირს ისე. ისე სუნთქვაც აღარ მიჭირს. რა ვიცი ალბათ გაივლის. უნდა ვეცადო რომ აღარ მოვიტყა. აცდა პიდა ლუსმას და პიდა გულგომში მოხვდა. გულში მოხვდა პიდავი ამაში აი ამას. ხალხო შემოვედი და კუჩიო შევიტყვი თურმე კუჩი კი არ ჩაურტყია კუჩის ზემო ჩაურტყია. აი ამასში აი ამ ადგილას. და მე მეგონა გაიხეთქა კუჩი გადავირიე. რა ვიცი კუჩის ტკიოდა და მე რა ვიცი კუჩის ამტკივდა. გადავირიე კინა ხალხო რა დამემართა მე. რო ჩავიტყი ეს ისა. რა ქვია, ჩაკუჩი რომ მომხდა. წარეთ ინერციით აცდა და მომხდა. ოღონდ იცი როგორ მომივიდა. ესე რო უყავდი მაშინ კი არ მომხდა. ესე იმას ავქენი, ესე რო ლურსმებს უაცლიყო. ეს ლურსმანი ავიდა. იმას აქ რა ქვია. აძრო და პიდა. მოძრა, გამივარდა ხელიდან და ეს პიტაპირ ამაში მომხდა აი ამ ადგილას. ხო, იმიტომ. ხო და ის ტარი მოხვედრია გი. ტარი არა. ტარი კი არა. თვითონ ის რკინა, ჩაკუჩი. რკინა. ხო, კიდევ კარგი თავში არ მომხდა და იქვე არ მივიძინე. მიითიშა. მივითიშე, ხო. ხო და რა მომივიდა მე, რომ მომხდა. შემეკრას უთქვა, აი გულზე თითქოს დამაწვა რაღაცა ლოდი. ხო. შემეკრას უთქვა. მე მეგონა ვეღარ ამოვისუნთქავ და იქვე მივიძინებ და გული წავივარ. მე კიდე იქით ყავაზე ვიყავი გასული.
მეზობელთან იყო ყავაზე გასული დედაჩემი. ნათესავთან რა გამოდის. ნათესავთან მეზობელიც ხო გამოდის მე. ხო და ის არის რა ქვია. ნათესავი ჩემი ალალი ბიძაშვილებთან. ხო და იქით იყო ჩემი შვილებთან. ხო და კი რაღა მივიძინე ხალხნო იმაზე რა ქვია. სყავზე კვებო. ყავაზე ვიყავი გასული. მოვედი. კიდე გაიგვიან არ გამოვედი გიორგი, არ გამოვედი. სუნთქავსას. მე თქვი რომ რა გჭირს გიორგი ვეცი. უცბად. დედა ის ჩავიწყიო რა ქვია. ოღონდ რა ქვია. ჩაკუჩიო. მე ეს რო ჩავიწყე. მეგონა ხელში ჩაიტყამ, ფეხში ჩაიტყამ არა. კუჩიო ფიქრობ კაცო კუჩიო და ერთ ჩაიტყა. მე მეგონა იცი რა მეგონა, მე მეგონა არ მომხდა, მე მეგონა მომხდა კუჩი, საერთოდ კუჩიც გავიხეთქე. ისიც იმას ავქენი რა ქვია, გულის პრანჭვები დამეწყო. ხალხნო, ასეთი ხიფათიანი ვარ მე. ხიფათიანი ვარ, ხან რა იმას ავქენი ვიტკინე, ხან რა ვიტკინე. მამა, ჩემი ქმარიც ესეთი იყო, ხან ხელს გაიყრი და ერთხელ. ხალხნო, ჩემი ქმარი დენის იმას რაღაცას უხრეტავდა, რავი, პლასმას. ასე, თან დანა ქონდა რანაირი, იცი ხალხნო. ასეთი წვეტიანი რაღაცა, ასე დანა ხო იწყებოდა და ასე იყო მოკავებული. ასე რო იწყება დანა და ასე მოდის ბოლოს. ეგრემ გულად კი არ იყო, მაგრამ მაინც ასე იყო. ესე რო ამოდის. და წვერი ქონდა ძალიან. იმითი ხრეტავს და გასკდა ეს გატყდა და გაიყარა ამაში აქ. აი აქ. აქ ამოვიდა ხალხნო ისა დანა. ამაში გაიყარა? დანა ამაში აქ ხო შევიდა გიორგი. აქ ამოვიდა. ვაი მე გიორგი იყო 10 თვის. უიდე და დედა გაიყარა გავიდა აქ. არ მოდის ექიმთან. ხალხნო არ უნდა ექიმთან წასვლა. მოვიდა დედა ჩემი გადაირია. რასამბუფო, რას ქვია ექიმთან არ გინდა წამოსვლა. რო არ წასულიყო და უჩიშკდებოდა გიორგი თავისთავად აი. მე ხელი დადგა იცი რანაირად გიორგი ეს სისხლი და ის რო გამოვიდა. აი ხელი. დანა რანაირად გამოიღო? დანა გამოიძრო ჩულები. წვერი წავიდა აქ. ვაი. უფ. აქ წავიდა წვერი, აი ამაში, ამოვიდა, ჩანდა წვერი უკვე რა გახურდა ეს, გაიყურდა. მე წავიყვანეთ ახლა მე გიორგი ვერ დავტოვე პატარა მყავდა 10 თვის იყო ჩემი წაყვა. მე ჩვენი მეზობელის მანქანით წავიდნენ. მასქნეს გაუკეთეს ყველაფერი 10 რაც გაუკეთეს თავისთავად. ხო, თავისთავად ყველაფერი დაუმუშავეს. კიდე დაჟე გაუკერეს კიდეც ისე ქონა გახეული. ყველაფერი და მე ახლა ანტიბიოტიკები დაუნიშნეს რომ ინფექცია არ წასულიყო. მე სვამდა ანტიბიოტიკებს კი მოურჩა. მაგრამ თეთა კინა გათხრიალებდა სისხლი. ერთხელ დაჟე ის დანა. აი ეს წვეტიანი დანა როგორ გიორგი აიყვითელი. ხო იცი? უთელი წვეტიანი დანა როგორ. ვაკეთებ ხალხნო საჭმეს, სად არის? აი გიორგი, აი აქ არის სადღაც შრამი, აი ნახე. უი. ო. გაიჭერე. ხოლმე ვაკეთებ საჭმეს, რანაირად აცდა. თუ ეს დანა გქონდა თუ სხვა და მე მგონია ის დანა მე რომელი მამაში მათრითიც გაიყარა მოიწი ეგ მეც მქონდა ის დანა ასეთი ამოკავებული იყო ეხლა სად არის აღარ ვიცი აღარ არის ეგ მახსოვს მეც მახსოვს გაიყარა და ჭრი ასე მწვანის თუ ხალხს თუ რაღაცას ვაკეთებს სადილს ვაკეთებს საჭმეს და უცბად აცდა ხალხნო ეს რანაირად ამებლუკა რა ვიცი მე აცდა და არ გამეყარა ამაში ასე შევიდა შიგნი გიორგი ასე გაიყარა გიორგი, წავიდა ასე. გავიჭერი ასე და გამდის სისხლი გათქმიშინებს. მოკლედ რა ვიცი, მე დამოდის სისხლი, ვეღარც მოდის. ვეღარც ვაკავი ვერაფერი. გათქრიალებს. მე არ წავედი ექიმთან არაფერი არ მიფსულია, უბრალოდ გავიჭერი, მაგრამ და ერთი კვირაზე მეტი მქონდა ისა. ჭრილობა რა, ძნელად შეხო. ძნელად კი არ შეხოცდა, მაგრამ მიხორც კიდე კაი ვენა არ გადავიჭერი. ერთხელ კიდე ძველი სერვანდი ქონდა ხალხნო. ადრე რომ ისინი იყო სერვანდებს რო იძახოდა ისა იმისი რა ტრილიაჟის სერვანდი. სანამ შემოვიდოდა რა პატარა ისინი რო იყო. ხო.
ხალხო იმას ასეთი გადმოსაღები ის ქონდა გამოსაღები თუ ამას რო არა ქონდა თუ სხვა ქონდათ კიდე ეს იყო თუ ამას არა ქონდა ესე გამოსაღები არა ასე გადმოსაღები კი არა ორი შუშა ხო ქონდა და მას ერთი დარჩა ხო ერთი ხო დარჩა ესე არ უნდა გაგიწია ხო და გაგეხო ხო რა ვიცი გვალაგები ხალხო გავწია ასე არც მივხებულ ვარ ხალხო არა არ მივხებულ რომდენ გვერდზე ხო ის ქონდა ასე გამოსაღები კარები და აქეთ შუშები ქონდა შუშები სადაც ჭიქები და ისინი ელაგა არ იმას მიქნია იმ რაც მართალია არ მივხები ვარ იმ შუშას უცად ის გამოვაღე და არ გადმოვარდა და დამეფხნა ამაზე ხელზე რა გამოვარდა არ ვიცი ეტყობა კარგა არ იყო ჩასმული თუ რა იყო ვინ ჩაწვა მე ვერ ვასწამდი მისვამდნენ ასე დამეზოლა ეს ისინი ვენები ეს ხელზე უცად შევაშვირე ხელი ხო რო დაგეჭირა და იჭერო და ხო და არ გამოგივიდა ასე დაიზოლა ისა ვენა უიმედე რა ვაიმე კინაღამ შეიშალნი ჭუიდან ვაიმე ვენები მე წამიყვანის ექიმთან მაგრამ არაფერი არ მქონდა უბრალოდ დაიზოლა რა უბრალოდ ვენა არ მქონდა გაჭრილი კანი მქონდა ხო უბრალოდ ეცემ ის გამიგო მე ერთი ცალი ის ხო გატყდა თავის თავად და ერთი ცალი დარჩა იცი რა ქნა ხალხო ის რო გაიჭრა ჩამომერჭო რაღაცნაირად ასე ჩამისერა ეს ადგილი ეხლა ტელევიზორი დგას იმაზე იმის იმაზე რა ქვია თავი აღარა აქვს ის მოხსენით იმას ვქენით და ქვედაზე ტელევიზორი და სად გამათ გამოვიყენებთ დავშალე ისა რა ქვია ზევითა აღარ ნუ გაიტყვით რომ დავჭეხე ვერაფრით ვერ გავჭეხე ახლანდელი იმეს უცბად იმტრევა ყველაფერი და ძველის ვერ გაჭეხა ვერაფრით ეგრე დავისერებ ხელი წამიყვანის კი ექიმთან ვიყავი წასული ამაზე მაგრამ არაფერი არ მქონდა საშიში ახლა თავისთავად 10 რა მაშინაც გამიკეთესო შუშები ხوار იყო ერთი ჭრილობა დიდზე იყო გიორგი ერთხელ აქ შუშები შემესო წამაქციე სკოლაში ასე დავარტყი და აქ შუშები მქონდა ხელში შეჭობი შუშებში მეცვა ჩავარდი სკოლაში ცხვირი ხო გავიტეხე აგე ცხვირი ვაიმე შეციფათიანე გუფილი ხო სხვათა შორის მუხლები ბავშვობაში იქცეოდი ვაიმე მუხლები დათქლიშილი მქონდა ჩემი არ იყოს ერთხელ რაჭაში კიდე დამპალი ბუხსელი ქონდათ რა მეზობეს და ავედით თივებს რო ინახავდეთ საბძელს რო ეძახოდნენ ეძახიან იქ ავედით არ იყო საბძელს ეძახოდნენ არ იყო შიხე და ბავშვები სათამაშოდ ავედით იქა და ისეთი დამპალი იყო იატაკი რომ ჩავარდა ის ცალი იატაკი ჩავეხირე შიგნით ცალი ფეხით ეს ბარკალი გიორგი აი აქეთ ხარეს ხო ჩატყავებული მქონდა აქაც ჩატყავებული მქონდა და უკან ჩატყავებული რო ჩავარდა ფეხი ამ ხეს აი ასეთი მორი ასეთი სიგძე ხო იყო ასეთი ხო და ხო რო ჩავარდა შიგნით ჩამეხლიტა ეს ფეხები ხო მართლა რა მინდოდა თქვა როგორ არის ბავშვი ისევ გამოწერა მომწერა იმაზე ვიყავი თუ რაზე რა ქვია საშობაო ბაზრობაზე რატო დედა ხო და ცხემა დაარტყა იმაში რა ქვია მე საფეთქელში ვაიმე როგორ არის რაცა გაგდედა რა მაგ რა ეიც რა შავი მური მეც უნდა მივწერე როგორ არის აბა ბავშვი ვაიმე როგორ არის მოგწერეთ შვილი ვაიმე რაღაცნაირად დამბურძგლა სულ დედა საფეთქელში დაარტყაო თან ვაიმე მიწერე შვილი მიწერო ერთი როგორ არის ვაიმე ღმერთს მადლობა ღმერთო ეს ხერები რაღა უბედურება არის რატო ხარ ყოფოს ღმერთმა ვაიმე როგორ რაღაცნაირად გავხდი და მბურძგლა რა სიმწარე იქნებოდა რა გამოცდილი მაქვს ცხენის დარტყმა ვაიმე თან სახეში თან პირდაპირ სახეში ხო ვაიმე მე სახეში არ მომხვედრია მაგრამ მუხლში მომხდა დღემდე მткиვა ეს მუხლი ვაიმე მე რა წარი იქნებოდა წარმომიდგენია ცოტა და საფეთქელში პირდაპირ ხო იცხენილს სურათს იღებდაო და ცხემა იქნია ფეხი და პირდაპირ სახეთ ფეთქელში მოარტყაო სურათს უღებდი თუ
ეტყობა ძლიერად არ მოხდა ღმერთო რა ნეტა კარგად და ესაა გატეხილი. აი ეს ადგილი გატეხილი იქ. იცი როგორ ძალიან არ მოხდა ეტყობა, ხო? იცი როგორ მოხდა? ფლოქი რო ფეხი რო აწია და ის გაკრა. აი იქნია ფეხიო და იმას აქნა. გაარტყაო, ხო? აი გაკრა და იმითო და ცხენის ღმერთო კარგად გიმყოფოს და ჯამთელა და ბედნიერად. ვაიმე როგორ რაღაცნაირად გავხდი რაღაცა ეს აქ ხეთქილიო და კიდევ კარგი ის არ იმასაც რა. ხო, ეტყობა იცი როგორ ახლა მთლიანად როდე ეტყა გიორგი მას ნალი რო ხო აქ ნალი მოკალავდა ბავშვს. საფეთქელზე აი ამ ადგილას აქ დარტყმული, აი ამ ადგილას. ხო, ბავშვი მოკალავდა. მოკლავდა ხო უეჭველი. მოკლავდა ღმერთო, ვაიმე ღმერთო და ლოცვილო ყველა. თუნდაც ნალი არ ქონდეს, მაინც წარე ის აქ. ხო, ფროქია თავის თავთაბა. ეს ხევი ირმა ტიკლა კიდა წვილი თვალში მე. რა მნიშვნელობა აქვს მაინც წარეა, ვირიც წარეა და ისიც წარეა ცხენი არის. ხო, მე ძროხის დარტყმული. აღარ გახსოვს მე ძროხას რო წეროდი რომ მოხში. მოდი დედა რა გისვია? რა მისვია? შუბზე კაცო. რა გისვია თუ მე მელანდება კაცო? არაფერი არ გისვია და მე მელანდება რომ ისინი რო ანათებს რაღაცნაირად. უაბრუნეება. არა შვილო არაფერი არ არის და მე მელანდება რა. და მე წუმოლანდებები. ის არის. ძროხის დარტყმა რა თქმა უნდა გამოცდილი მაქვს. იმან ის რო დამეჯახა მე რა ქვია. ბუღა. მე ფეხი მაქვს გამოცდილი ძროხის. აი ამაში დამეჯახა პირდაპირ. აი ამ ადგილას. გლუცა. აქ. გლუცა. ძროხას წველი და არაწია ფეხი და პირდაპირ მუხში არ გამწხო. დედა ძლივს წამოვდექი. მე რქა გამარტყა. მე დამჯდარი ვიყავი დაბალსკამზე თავისთავად რომ მოიწველა და უწველი ხო. ძლივს წამოვდექი. დედა კინაღამ სული გავყარე. მე იცი რა ახლოს რომ მივდიოდი უკვე ისე მაგრამ მეშინოდა ძროხის რა ვიცი. ხალხო ძროხების დღემდე მეშინია მე. და მაღაზიაში წასვლა მიყვარს ხოლმე ძროხები რომ მოდიან იმ პერიოდში ზუსტად. ვაიმე. ო რა საშინელება არის. ვაიმე ბავშვი, ვაიმე რა დღეში იქნებოდა ის მშობელი წარმოგიდგენია. და საწყალის ბავშვი და ღმერთს მადლობა. იმაში პრაღაში ვიყავი ვართოდ იქ ცხოვრობენ და ის არის აქვია. გერმანიაში ცხოვრობენ და პრაღაში არის იყვნენ ჩასულები და იქ ყავდა ცხენებიო. ხოდა სურათებს იღებენ, ალბათ გამოძრავდა ის ცხენი გლახად, აი იქნია ფეხი და გაარტყა შუბლში. პატარა იქნებოდა რამდენი წლისა ვაიმე 3 წლის არის. ვაიმე შემოგევლე და ოდნა 3 წლის ბავშვი მიწუდებოდა იმის ფეხები უყოლებედია ცხენი. თან ისეთი იმ სიმაღლე ცხენი არისო რომ რა ვიცი მე ზღაპრებში მაგრამ რაკი ცხენები. რა ცხენია ამნაირი? ქართველია ის გოგო? ხო, ქართველი. ვაიმე დედა. გერმანელი ყავს ქმარი. ღმერთო რა დაგილოცოს შვილი ჯამთელად ბედნიერად. მაინც გამოიძახი სასწრაფოს გამოიძახა ვიღაცამ და წაიყვანეს. გაუგერეს ეს ადგილი ბავშვი. კაია კაცო რა ხან? კაია რა ხან? გადარჩა მივწერ მე ხო? მიწერ შვილო და ძალიან ვინერვიულე, ძალიან განვიცადე. ჯეჯკაილი ბოჭი. ღმერთო ჯამთელად გიმყოფოს და როგორც შენ გინდოდეს ისე ყავდეს შვილო, გაიხარეთ და რა ვიცი, ყველა ბავშვი უნდა დაიცვა და ყველა ბავშვი კარგად უნდა იყოს. რა თქმა უნდა. გინდა ჩემი იყოს და გინდა სხვის სინამშრომლობა, ბავშვი ყველა უნდა იარსებოს და ახალგაზრდამ ყველა უნდა იარსებოს. რა მნიშვნელობა ქართველია თუ ისა კიდე რა ქვია? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? ჩემთვის ბავშვს არ აქვს მნიშვნელობა. ვინ არის? ყველა ბავშვი ბავშვია. მიდი შეურთი არის კაფეში საერთოდ გამოგვიშტება. ბავშვი ყველა ბავშვია. და რაც ციფრა. ჩემ გიორგი მე თავ გატეხილი რომ მოვიდე არ უნდა გავიყიდე. ხიფათი არის ჩემი. ერთხელ გიორგისაც კი დაარტყა წიხმა კინა ამ გული გამისკდა. ცხენმა ხო. ემის მე ვერ მაქვს მუხლი ნოკაუტში. მე თვალი ამაში ჩამარტყა თვალში. ეს თვალი მქონდა მე მეგონა თვალი გადმოვარდა. ოღონდ ცხენმა რომ დამარტყა. ჩემი ბრალი იყო საერთოდ რო არაფერი მეკნა არ დამარტყავდა. თავისი თვისი იდგა. თავის კუცთან ერთად. აი ზუსტად კუცთა რო იყო იმიტომ დაკრა კუცს ხوار ამპარავსო.
სულ აღარ გინდა ნე მოიდი იმას ეგონა კვით სამპარასო და თავის ბავშვთან ერთად იყო დაიცვა ხო ხედავ აი რა უნდათ წავედი ყავაზე და უკან მომედებდნენ რა უნდათ რომ რა მინდოდა რომ შემოვდიოდი რა მინდოდა რომ უყამდი იქ ხარ დავჭებოდი იმ ყავის სტუმრად იქ არ მივიდოდი სახში რაც უნდათ რომ მოდი მაიმედე და მარჯვენა ხელის გუნი მეფხანე მე მარცხენა მეფხანე მარჯვენა მეთქი მარცხენა ამისა მოვიგლიჯო მე მოусმინე იმას ფული ისიც მოცემა ფული მარჯვენა კიდე გაცემა არის გასვლა ეს მოსვლა რა ვიცი მე ტელეფონებში ჯეკპოტი გვაქვს ქართული შვილდოსანი ლომს კიდე ვინ არის დღისქა კიდე ვიღაცა არის ცხენის წელი მოვიდა სხვათა შორის ახლა ხო და ფავორიტებში ვარ ცხენი ჯერ არ არის შემობრძანებული ფავორიტებში ვარ ჯეკპოტს აი ძალიან დიდ ძალ ფულს დიდ თანხასთან გაქვს გექნება საქმეო და ნახოთ ღმერთო გევედრები გადმოგხედე არ ხალხს არ დავივიწყებ რა თქმა უნდა ცხენი ისე ცხენის წელი ღმერთმა ქნას რო არ იყოს ცუდად მაგრამ წესით არ უნდა იყოს იმიტომ რომ ის არის რა ქვია ცხენი არის თავისუფლების მოყვარული შვიდობის ჭკვიანი ცხენი ისე არ გამოვა წყობიდან თუ რამე არ იმასაკენი რა ქვია არამე არ შეაშინა არამე არ დაუშავე ეტყობა ახლოს რომ მივიდა შეეშინა იმ წყობიდან იმიტომ გაცოცხ ისა ცხენი არ გამოვა ისე წყობიდან და ან რამე თუ არ დააფრთხო ხო ან ძაღლმა თუ არ დააფრთხო ან რაღაცა ცხოველმა არ იმასიდავს რა ქვია რას ვიზავთ მასეთებიც ხდება თავარია გადარჩა და კარგად თავარია გადარჩა ხო იცი რა არის ცხოვრებაში უმიზესოდ არაფერი ხდება ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად ყველაფერი არის გამოცდა რაც ხდება თავარია კარგად არის და ცუდი არის თავარია გადარჩა და ცუდი არაფერი არ აქვს ის გაივლის ქორწილამდე დაავიწყდება ხო იცით რა არის ნათქვა მან კარგად სამყოფოს კაცო ყველა აი მე რა ძნელი იქნებოდა ახლა იმ მშობლისთვის თუ გადაიდიოდა მე ბავშვისთვის ხო იმ ხელა პლოკვი რომ მოხდება ვაიმე და 3 წლის პატარა ხო და ეგრეა ჩვენო ძვირფასებოდა მოილებოდა თქო მეც მეუჯერა ჩავარდნილი ქვეებში ძიმეებში რა ქვია აი მე ჭინჭაშიო ჩავარდი ასე რომ მოვედი სკოლიდან ასე დასუსხული თლიანი ეს გვერდი დასუსხული მქონდა მეც რამდენჯერაჭ იმას ჩავარდნილო ჭინჭაში უიმედე და რამდენჯერ ის რო არის დიდი რაღაცა ფოთოლი რო არის და მოწონს დიდი ფოთოლია რაღაცა და ყებში ახოლმე რაღაცას ეძახდნენ და მავიცი იჭმება ვიცი დუსი ხო ეგა ხო დამდიყაო ხო ხო დიყი დუსი მატიტელა ვის გაუგიათ მატიტელა არის იმის იცი ეთელი პატარა ყვავილი აქვს ყვავილი აქვს იმას ხო აქაც არის ხოლმე ხანდახან ბალახი მაგრამ აქ არ იჭმება აქ არ აჭამენ აქაც არის მაგრამ აქ რა ვიცი ვერა მაგრამ სოფლებში შემხედრია ვერჯერ აი რო გავსულ ვარ გარეთ სადმე შემხედრია მაგრამ ვერ ვისკა მაინც და იქ იჭმება ჩაულებელად მიჭამია ისიც მიჭამია რა ქვია დუსი არა ეგ არა მუყუდო არა ეგ საერთოდ არ მიჭამია დიყი არა ეგ ვიცი რომ დიდი ფოთოლია მაღალი ის აქვს ღერო დიდი ფოთოლი აქვს და იმას აშვება რა ქვია კი არა ქსუს ხავს წვავს ხავს მაგით რომ დაიწვევი გეგონება ის გადაისხი რა ქვია თავზე დუღარე კარგად ადუღებული წყალი ხელი ისე არ უნდა გავცხა მაგის წვენი არ უნდა დაგეცხას ხელზე თორე საერთოდ ჭამა არაფერს არ გიშურება რო ჭამა არა ხელზე არ უნდა მოგესხას მაგრამ ენაზე ხომ მოხდება მაინც არ გიშვება ენაზე არაფერს არ შვება
წარმოგიდგენი ენაზე აი ხო ჭამენ, მაგრამ ენაზე არ შვება. რა ვიცი, ჭამენ მაგ იმას და ეგ დიყი. ისა. არ ვიცი, მეც კი ოღონდ გაფწკვნილი უნდა მაგა. გაფწკვნილი უნდა იმასა. ხო, ჭამობენ. ხო, მატიტელა, დიყი, ისა. მუყუდო ხო გჭამია. ხო. რა კაი გემრიელი. ოღონდ მხოლოდ ღეროები იჭრა. ხო. რა გაფწკნა ეგეც. ხო. ვაიმე რა კარგია. მატიტელას პატარა ყვავილები აქვს. მატიტელა პატარა ამ სიმაღლე. პატარა, ხო. და იცი ისი გემოა, აქ იმისი რა ქვია. რა ქვია შეკალო, ახალ იმ ბალახი რუსავით რო არის ისა. წიწმატის. რაც მე მიჭამიას რაჭაში ვაიმე. ბევრი, აი წარმოგიდგენია ძალიან ბევრი. მატიტელა. რა ისინი ჩვივის რა ჯანდაბა? მატიტელა. თუ რას ვიძახ მატიტელა თქვი? ხო. ხო, აი მატიტელა. დიყი, არა დიყი იმდენად არ ავჭამდი მე შინოდა მე. ისა. რას ვიძახოდი? ეგანა დუსი? ხო. დიყი. ეგეც არის. დიყი მაშობა თუ? არა, ის დიყი იმას აშვება რა ქვია. იწვება კი არ წვავს. ეგ არ მიჭამე არ ვიცი. დუსი არა, დუსი ქვია ბალახს. იჭმება სხვა. ეგეც იჭმება, ხო. ეგ არ მაქვს ნაჭავი, მაგრამ იჭმება. რა ისა დიდი რო იფწქნება. სხვილი ღერო იჭმება უშენ რა თქვი. ეგ ის არის რა ქვია, მუყუდო. მუყუდო? ეგ მუყუდო ღერო რო იჭმება. რო იფწქნება, რომ უნდა გაფწკნა და მატიტელა, დუსი რომ რაღა არის, დუსიც გამიგია მაგრამ. ეგეც არის ბალახია ეგეც. ეგეც იჭმება. ხო, გამიგია, მაგრამ რა ნაჭამი მაქვს თუ აღარ მაქვს. ეგ სამკურნალო ბალახია სხვათა შორის. ეგ ისა დუსი. ხო. რა უცნაური სახელები აქვს რა ხო. დიყი, დუსი, მატიტელა. ყველაფერს ჭამდა. და ხალხნო. ის არის იმას რო უყრიდ, ღორებს რო უყრიდნენ ხოლმე ადრე, რა ქვია. მაგაც ამოდის ხოლმე. ნაცარკათამა. არა, აუ. იმ ბალახს რა ქვია დამავიწყდა. ესე არის ხოლმე მოდებული დაბაზე იმაზე. რა ქვია. რა ქვია დამავიწყდა. მერც. იქო. მე თუ გამახსენე გეხოძები. ვაიმე რა ქვია. ვაიმე. პატარა წვრილი ფოთლები. წვრილი ფოთლებია, ღორებს უყრიდნენ ხოლმე ადრე, ჩემ ბავშვობაში. ვაჭმედით ხოლმე. იჭმება სხვათა შორის. ხალხო თუ ვერ გავიხსენებით ხარით და მიწერეთ კომენტარებში. ვაიმე და დედა რა ქნა. არა და წერან შემხვდა მაგით გააკეთა რაღაცა. დანდური. ხო, დანდური. ხო, ეხლა გამახსენდა. ხო, დანდური. ხო. მე ეგ დანდური რო იხარშება ის არის, ლორწოს ავიტახდე. ხო. უ? რა ვიცი, ბავშვობაში ვიძახოდი რა ეს როგორ უნდა ჭამოდი და ღორებს უყრიანა თქვა. ისი რა ქვია, ისი ხო იჭმება ფხალივით რო არ რა ქვია. ნაცარკათა. ხო, იმასაც უყრიან ღორებს, მაგრამ კეჭამ. ჭამთ. სხვათა შორის ნაცარკათამს ისა წითელი ფხალსაც იძახიან ღერო წითელია. გიმრიელია. ნაცარკათამის პონტის ნაირი არის რაღაცა. აი ცოტა ნაცარკათამის ხო პრიალა ისაა ცოტა. მეორის ის რო არის და რო ამოთხე ხო წითელი ღერო არა. ღერო წითელია. ხო, ფესვი აქვს წითელი. ხო, რა ქვია იმას. რა ქვია დამოვიწყდა? ეს დამოვიწყდა. აუ, სხვათა შორის ნაცარკათამა ძალიან მიყვარს გემრიელი. მაგას უხეში ის აქვს. ნაცარკათამას პრიალა აქვს და მაგას უხეში. აი ეს ნაცარკათამა მიყვარს, აი ხახში გაკეთებული, კარგად გემრიელად, კვერცხით გაკეთებული, მე კვერცხს რო გაურე. რა გემრიელი. დედა რა გაქვნა, რა ქვია ახლა მაგას და ეხლა იწავე მაგაზი, ის წავიდა რა ქვია, ფიქრი. არ მახსოვს ხალხო. არც მე რა. მაგას რასაც ვიძახი, ის აქვს. რა ქვია.
ხეში ბოთლები. შაშანამდენი იყო ნაცარქად ამოჩვენთ ყვევით. და ციცარი მოკლედ თავზე მაფრინდება დილით. თავზე გაფრინდება კი არა, ეგ რა უცნაური ფრინველია. ასეთი უცნაური ფრინველი არ მყოლია მე. იმალება. რო დაგინახავს ხო? აქ ის იქამდე გარბის. იმალება. მამის გაშრია საშრია რა ქვია შეიდის. უძრეა. ვინც ის მამალი ფიქრობს, გადი რაღაც შეუჯიშო კატავო გადი. რა გინდა შეგანო. შეგნით რო შევაგდებ კაცებს უკვე. შევრენ ხო? პირველი შევარდება და მე მამალი რო შევა ამოუდგება ქვეშ. გვერდ ფეხებში უძრება რა უნდა მე რა იცი. ეშინია, მამალი დამცველია მაგისი. რაღაც უცნაური ფრინველია ძალიან. დამცველია მამალი. კი გაიზარდა ისე ხო? თან სხვათა შორის ძალიან ლამაზია რაღაცნაირი. წინწკლები. ხო, ლამაზი ფრინველია რაღაცნაირი. გადაღებაც რო გინდოდეს რაღაცა მიდის. სადღაც გადის ხალხო, კადრში ვერ მოვაყვეტრე. აი რო გინდოდეს რომ აი კვად ჩოვლებრივ დაიჭერა, რომ მოფერება რო გინდოდეს. მაგას რო გინდოდეს მოფერება, ხო, ვერ დაიჭერ ვერაფერ. რო თუ დაიჭირე და ჭყივა. თუ დაიჭირე, ჭყავის ყურებს მეზია რა ქვია. აიღებს ხოლმე ყურებს. ის რო დაიწყებს, უიდედა. დარამხელა ხმა აქ მე. ფრინველი არაფერია თვითონ. ხმა მოჭყავის. მე არაფერი კვერცხი აქ. არ ვიცი, კვერცხი არ ვიცი. იმას ის აქ. რა ქვია? რა ქვია ჭრელი კვერცხი რო აქ რა ქვია? წყერს. წყერს. წყერს ეგრე ვერ გავუშვებ მე. რაღაც უწყეს. ისინი ფრინავენ. ეგეც ფრინავს, მაგრამ ისინი ძალიან მაგრა. ესეც ფრინავს. მაგრამ რო არ დააგლიჯო, იცი რა მაგრა ფრინავს. იცი რა მაგრა ფრინავს. ინდაური მომავალში მოიყავს ბებო ინდაურებს. ინდაურებს? ინდაურებს მოიყავს. ორი დედალი და ერთი მამალი. მე უნდა გავყიდოთ დედი. ის როგორი ძვირია იქ. ინდაური ძვირია. 200 ლარები, 150-ები. ინდაური ძალიან ძვირია. ოღონდ უნდა გაუფრთხილდეთ არაფერ მასში უჭამოს. გავზარდოთ და მამალი უნდა გაყიდო და დედლები დაიდო. ხო. არა, კვერცხის დადება რომ გინდოდეს. დადებს შოულებრივად მაინც. არა, დადებს, მაგრამ მოკრუხება რომ გინდოდეს, ვერ დაუდებ კატამს. ეგ ვერ დაუდებ იმას რა ქვია. ეგ თვითონ ეს ყრუხდება. თვითონ არა ყრუხდება. რა, ინდაური. არა ყრუხდება. როგორ არა ყრუხდება, აბა ბუნებაში რითი აჩენს. მაგ არა შვებაო. ეთყობა იმაში არა სახლის პირობებში არ იმასო. არც ციცარი არ შვება. ბუნებაში ჩვეულებრივად იმას არ შვება როგორც ვიცი. ციცარს უბრალოდ კვერცხს მოკრუხდება უკათამი, იმას დაუდებ ან ინკუბატორში. ეგეთ მამლისის უნდა იყოს მაშინ. ხო, აბა ყველაფერი იგრია, აბა. იხვი როგორც ვიცი, ჩვეულებრივად სახშიც იმას არ შვება. იხვი. ბაჭიც. იხი მეთქი, იხვი მოიპარავს კვერცხებს. თვითონ აგროვებს კვერცხს, სადაც დებს. იქ აგროვებს კვერცხს, დააყრის მე ბუმბულს და იმას აშვება. კი გეცოდინებათ რაღაც ყვები. ბუმბულს დააყრის და თვითონ ჯდება. მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაგარი დედაა. ისეთი ავი დედაა, რომ რა ვიცი. ვერ ჩიეკარე. ესე აკეთებს. ერთხელ საწყალი მიცოლა ჩემი ციარა და ეკარგა ისა. კრუხი, მამა კატამი დაეკარგა და კრუხები ის წიტილებით რო გამოჩნდა მე. აი იქ იყო ჯაგები იყო იქ და იმ ჯაგებში გარეთ ეზოს გარეთ გასულა მაყლებში შესულა შიგნით და ეძებს 21 დღე დაკარგულია. გამოვიდა თავის წიწილები და მოდის ესე მოტასაობს. და რასაჭამდა მაყლებს მე მგონი. დაუყვალს ალბათ. მაყვალს ეთყობა ხო ის იყო. ან საერთოდ რო არაფერმა შეჭამა. რა შეჭამა შიგნი იყო გიორგი შესული და მაყვალში რა შეჭამდა. აი მე და მოტასაობს ასე თავის წიწილები. წიწილები. თავს ყველა გამოუჩეკია. ესე რო იცი ხოლმე.
დედა რო წინ მიდის და წიწილები უკან მოყარიან. სულ ყველა გამოდან მიდის ეზოში, შემოვიდა ღია კარებში, შემოდის ასე. თავის წიწილებით ხო? მოტასავთ ასე. ხო. აი მე ცელასაცელა ვიცოლა, რამ ხელა ისიცოდა. აი მე უი, შეკალო კვერცხები, წიწილები. გადავი გავოჩდაო. აი მე რასაცილოდ და რაღაცნაირად იცოდა ხოლმე თქმა. ცოცხა. და უი შეკალოქე მოვიდნენ კათებები, რო გაუხარდა. აბა ეძები და რო გამოჩნდება. ნამატში. ნამატით. თავის იმებით რო გამოჩნდება, რა ქვია. ნამატი. თავის ბავშვი შვილებით რო მოვა. ნამატით მართლა რო დაიკარგება და თავის შვილებით მოვა. ნამატით რო შემოგივა რამე რა კარგია. მაგაზე უკეთესებია. თელი ისა ეძებდა ჩაქნეული ქონდა ხელი უკვე აღარ შეჭამა რაღაცაო და აღარ არის პრობლემა და ისე ჭიშკრის გარეთ რამეით გავიდა კათა. ეთყობა ღია იყო კარები, გავიდა. ამოვიდა ალბათ ზევით იქ იმას დებდა კვერცხს და ბოლოს რო მოკრუხდა იმას აქნა რა ქვია მივიდა დაჯდა კვერცხებზე და გამოჩეკა შვილები. მე ქვეყანა რამდენი წელი იყო? ქვეყანა სულ გამოუჩეკია რა ყველა რაც დადოეთყობა ყველა გამოჩეკა ალბათ. ხო, ყველა არც ერთი ის არ მოცადი. არა კლდა არც ერთი, ხო? ახლა შიგნი კვერცხს დაინახავდა, მაგრამ 20 საათზე მეტი იყო. კათა. კაი ჯიშიანი ხალი კი ყოფილა. თან გასუგებული იყო კარგად. ეთყობა მაყვალს ჭამდა. მაყვალს კი არა ხალხნო ერთხელ მამალზე და იმაზე გამახსენდა ბატზე. დავდიოდი მათემატიკაზე აქ გოგო ასწავლიდა და დავდიოდი მათემატიკაზე. მათემატიკა. ხო და შევედი, ერთხელაც შევედი. არ ვიცი, არასოდეს არ გამოჩენილა ის მამალი, არ ვიცი იმ დღეს რა. მამალი იყო თუ ბატი? ერთხელ მამალი. პირველად ერთხელ რომ მივიდი მამალი. მე ბატი. არ ვიცი რა მოუვიდა. შევდიოდი ხოლმე ჩოულებრივად. და არაფერი უქნია, გვერდზე ისე გამივლიდა რომ არაფერი. ერთხელაც შევდივარ. არ მორდის ხალხო ის მითი რა ქვია. გამწარებული. შემომახტა და რა შემომახტა. ვაიმე. მეთქი ახლა რა ხავ? მე სახეზე ავიფარე ის რა ქვია. ხელები. შემომახტა. მე რეიცი რა ვქედი, ერთი ხელი ესე ხომ მქონდა ხელი მოუქნი ერთი ხელი. გადავაგდე იქით, მოარტყეა კათა მამას. გადავაგდე იქით. წავედი ახლა გავიქეცი, მომარდა უკნიდან და ზურგში მიკბინა. კიბეზე ავდიოდი მომარდა, მომაფრინდა და ზურგში მიკბინა. მეორე დღეს კიდე მაგდრის მეორე დღეს კიდე მივდივარ. შევედი ყველაფერს მორჩი. მორჩით ყველაფერს ვისწავლეთ, დავწერეთ დავალებები რაც მქონდა სკოლაში, ისა რა ქვია, მოგეხსენებათ, ხო, რა თქმა უნდა. ხო გაძლევდა ხოლმე. ხო, დავალები რაც მქონდა დავწერეთ. მორჩი მოვდივარ უკვე. დავამთავრე, შაბათ-კვირა მოდიოდა, თან ესეც მოვლეული მექნებოდა ორშაბათს ისე დავალებაც, ორშაბათს მივიდოდი დავალებით. მორჩეს ყველაფერი. გამოვედი უკვე კარებში გამოვდივარ ჭიშკარში. დავამშვიდობე რა თქმა უნდა ორშაბათამდე კარგად იყავით, კარგი შაბათ-კვირა გქონდეთ, დავამშვიდობე რა თქმა უნდა და იმაში რა ქვია. ეს ჩემი მასწავლებელი კიბეზე ავიდა. მე ვაღებ ჭიშკარს რომ უნდა გამოვიდე გარეთ. მოვიდა უკნიდან ბატი და ფეხზე მიკბინა. არსაიდან გამოჩნდა ოღონდის მათი. არსაიდან გამოჩნდა. საიდან მოვიდა თუ გონდა. ყავდათ თვითონ ბატები ყავდათ, ხო, მაგრამ არ იყო. ბატები ყავდათ უკანა ეზოში და აქეთ საიდან გამოვიდა არ ვიცი. არსაიდან გამოჩნდა. მამალიც კიდე არ გამოჩნდა არსაიდან. რომ არ მოელოდები და რაღაცა გეცემა. მომაფრინდა და მიკბინა ფეხზე ხალხო. მიკბინა როგორ? აი ძაღლი რო გიკმეს კარგად გემრიელად. ის მქონდა. ხო, ნატკენი. ნატკენი, ეს სისხლი გამდიოდა.
მოვიდა და ბატმა მიკბინა. მე მგონა ძაღა მოუკვინა. ბატმა მიკბინა. რა უნდა და რას მეჩოდა? არ ვიცი. დღეს მოვდივა, დღეს იყო თუ გუშინ. საიდან მოდიხარ? მიშა, გამოვედი უკვე იქ ქვემოთ ჩვენ მომალა ხანდახან ხანდახან ოლანდებები აქ. გამოვედი უკვე კარებში, უნდა მიმეხურა იქ ჭიშკარი იქ თუ მისი. გამოფრიფი და ასე, მამალზე მეცა. ხანდა ისე რომ იცის. უკრიდან რომ მიუბრუნდი და ტკლიცეს ისე როგორ ვიეთრა. იმისი. იმ დღეს საჭმლის. არა, დღეს იყო თუ გუშინ. გუშინ კი არა, იმ დღეს სანამ დამეცემოდა, რომ დამეცა. იმ დღეს ზუსტად ღორი მასავშებოდა რაღაცას ანგრევდა იქა და ჩავედი და ვეჭხობები ღორს მოანგრევ შედიახლა დროზე. ის ხომ იყურებს. ეს გამოვარდა იქიდან. მამალი გამოვარდა. ნუ იმას აგნაგვია, მოუბრუნდი უთბად. მეცა აფრინდა. მე დავიჭირე ეს მამალი. ხელი თქო პირდაპირ ღორთან გაუშვი. ჩავაგდე. მომფრინდა უკან მერე. აქეთ ჩარი მომდო. ნაგავა თან კოკოსავით რაც შენზე იფიქრეთ წასი გძდეს. ხო და ხანდახან სხვათა შორის აი მაგ ჩვენ მამას ან ძალიან გამოხტომები. ხო და ის ქონდა ის 5 ლიტრიანი თრორჩა მქონდა წყალი ხოლმე. რომ კვეხები და თავში. თან თუ წითელი მაცვია და ისე ჩავედი, სადმე წითელი. არა, არ მეჩის მე რა იყოს წამოფოფრდა და მეცა თუ. იცი როგორ შვება? ხანდახან ისე ჩახვალ რო არაფერი, ხანდახან უბრალოდ ქშაც რო უთხრა. ქშავ კი არა არაფერი. აქეთ მოგიბრუნდება, ესეც ხოლმე მოგიბრუნდება, აგეთ ხორება. რა უნდა წავიცის? თითქოს გეჭხუბება თითქოს. ჩაკორტნის. ხო, რა უნდა თვითონაც არის. რო დავაფარე ისა. და მე იცოცხლე. აი, პლასმასის ის არის, რა ქვია, ესეთი მოხრილი ისა აქვს. ასეთი ისა აქვს, აი ხალხო, პლასმასის ის არის ჯოხივით. ყოი, ტრუბა, მილი წყლის, ხო, წყლის არის, წვრილია, წყლის არის თურისი არ ვიცი. წყლის არის, ხო. ხო, და ერთხელ მოეგრე გააკეთა და გადმოვიღე ეს ისა, რა ქვია, პლასმასის ჯოხი. ეს ჯოხი. პირდაპირ ზურგში ჩავცხე. მეც ბიჭი ჩავკრავ ხო. მოდი სახეს რომ მოგაფრინდეს ხო ჩაკორტანა. და პოტნის მთლიანად, დაბღაჭნის. თან ჭყალებით მოდის ასე. და არა, ხანდახან რა ეცემა ხო. ხო, ერთხელ გამოდიოდი კარებში და იკარებში რომ გამოდიოდი არ ვერჩოდი და უყარე საჭმელი წყალი დაუცხი. თბილ წყალს არ უსხა. არა მეფოფრა, რაზეა მეფოფრა მე. აი დროს ღორს ვეჭხუბებოდი და ის მომახტა. მე რა უნდა და რა ვიცი მე. ეს ღორი კიდე რო ეჭხუბები, ხო? თითქოს ისე გიყურებს რომ შენ ამოუჭე კეკეისირი. თითქოს დამნაშავე არ იყოს, ისე გიყურებს. ისეთი თვალებით გიყურებს რომ აქეთ დამნაშავე გამოდიხარ. სიცხვილით როგორ გაუნდა უყვირო იმას. ისეთ სახე აქვს. თითქოს შენ იყავი დამნაშავე, შენ ამოუკეკე, ყველაფერი შენ ამოუთხარე იქაურობა. და თბილი ღორია რა უთხრის. ბრაგაბურგოს რა დასჩენია მაგან გასად. არ ვიცი რა არის, განცი ხომ არ არის ჯამა. თხრის ჩვენ აღარ დაგჭირდება მოთხ. ხო, თხრის ორმოს იღებს და რისთვის იღებს არ ვიცი, ალბათ ტუალეტს იკეთებს იქ. მე ის ქვები რაღაცა და გამაგებინა წინ და უკან დააბრახუნებს. დინგით, ტუჩით. ფეხს ხოიტკინა იგე. ხო, ესე აცხებს ხოლმე იმას. ესე მიაკ. ეს დიდი ის არის, ის მეცლის მიმაქ ხოლმე რო ავწევ მაგ იმას. რამ სიმძიმე არის აგური და ის როგორ იმას აშურება არ ვიცი. ეგ მაგ იმაში რა ქვია სხვათა შორის. მაგ თხრაში, მაგ ქალბატონმა ფეხი წიტკინა. ფეხი წიტკინა. ქალბატონმა. რა უნდა რა არ ვიცი, მშვენიერი საათივით აწყობილი ის აქვს რა ქვია. სადგომი და რა უნდა არ ვიცი. საჭმელი სულა. ხო, საჭმელი აქვს. და ახლა სახში კი ვერ მომყვანა ემას რა ქვია, ღორს. ეგ ვერ მოვარდით. ერთხელ მაშინ რა ფიცხუნდე და ღორს. ხო.
წინაზე რო ყავდა ნინეს არ წავიდოდა იტალიაში ნუ ის რო დაფრინავდა ის თლაუარესი ესე ავიყვანდი ხოლმე ხალხმა და მომყავდა ის ზემოდან ხდებოდა ეგ ვერ ხდება მე იმხელა გახდა რაღაც გადმოხდებოდა მე გადიდდა ხო გადმოხტარიყო იმას იზავდა გატკდებოდა კვახით 100 რამდენი კილო იყო 111 კილო გამოვიდა მე უფრო მეტი კიდე ხო ეს რა ბზუის კაცო ისა ის ვიქი რა ბზუ რა ის ტრიალე ბზუა აი მას დინამიკი აქვს დინამიკი არის ხალხური ბარაცადად მუსიკა რო ჩართო ბაგამუგი ოღონდ მუსიკას რო ჩართა უფრო შვება ეს უფრო სწრაფად დისკოტეკის ის არის რა აი წლის რამდენი ხნის არის ხო დიდი ხნის არის კარგი ხნის კი არის კი ნაძვის ხე ნაყიდი გქონდა თუ არა ნაძვის ხე გქონდა კი გონი თუ არა გქონდა მგონი ნაძვის ხე როდის ვიყიდით რომელი წელი ნაძვის ხე ჩვენ ვიყიდით 3 წლის წინ არა 2021-ში მახსოვს კოვიდი იყო და ქალაქში ვეწავედით და იმიტომ იმას ავქენი აქ შეუგვეთე ხო კოვიდი იყო ოღონდ სრულდებოდა ის კოვიდი და 2021 2022 2023 2024 თუ 20 არა 21-ში არა 2020-ში კოვიდი იყო დაკეტილი იყო ყველაფერი და წასვლა მინდოდა იმაში ქალაქში იქ ვეწავედით და აქ შეუგვეთე დაკეტილი იყო ხო კოვიდი იყო მახსოვს პირბადები გვეკეთა ხო კოვიდი იყო 2020 იყო ხო 2020 იყო ხო 2021 წელი მოდიოდა რა 2021 უნდა შემოსულიყო იმ წელს მაშინ ზუსტად 2020 ვინ მithვალებია მეწვა რატო მეც რაღაცაზე ის არის ხო და ზუსტად მაშინ ვიყიდე 2020 წელს 2020 2021 6 წელი არაც გვაქვს 7 წელი არაც გვაქვს ნაძვის მე 7 წელი დაიწყო 7 წელი დაიწყო რაც გვაქვს ეს ნაძვის ხედა ახალი წლის დღეებს გვილამაზებს და კიდე ის არის კიდე კაია არ არის გაფჭებული არც აი ამდენი ის ხო უკეთია ხალხო ამდენი სათამაშოები ამდენი აქვს ის აქვს რა ქვია შორიდან მიყრილს აკავს იმდენი აქვს და გაკეთებული კიდე მაინც ბოლომდე არ არის შევსებული უკან კიდე ნახევარი цаრია უკან ნახევარი цаრიელა და კიდე რამდენი მიგვაქვს პატარები და პატარებიც კიდე რამდენი დამრჩა რა ვიცი წელს გავგიჟდი და თემუდან გამოვიწერე იმდენი რომ რა ვიცი რამ გამაგიჯა რა პატარები აღარ გამოიწერო ბევრი გიო ცოტა დიდები მინდა იქნება მომავალში აი გავიდე ბაზრობაზე ხო ბაზრობა ლილოში და იქნება კარფურში წავიდე და იქ უფრო რამხელებია თითო ვიყიდოთ აუცილებელია დიდი ამხელები ვიყიდოთ ერთი ის რა ქვია 5-6 ცალი 7 ცალი ამდენი 48-ზე ვარ ვიყოთ ჯერ დრო გვაქვს სამი ხარდი ქეით დღეს გავაკეთე ხალხო მაწვნის კერძი გიორგი დღეს ხორცი თუ არ გამოვიღე მე გამოვიღოთ მე ორივე გამოვიღო ძროხისაც და ისი ხო აბა აურიოთ ხო იქნება კინძი გამოვიღოთ იქიდან ხო ახლა მოვა ეგეც შესაძლებელი მაქვს ბატარეა ხო შეუერთე ხო და ასე ეს ნატურებიც ლამაზია ესე ისიც ლამაზია ყველაფერი ლამაზია რა ვიცი დღვინავს ჩვენი სახე იქით ნაძვის ხე ნაჯიშეო ლამაზო და შენიერო იქ
აი ის თოკი რო ჩასდენია შეერთებული იმითი რა ქვია ის არის შეერთებული აი გამანაწილებელი რომ გამორთოს აი შნური რო ჩასვაცივართან აი უყურე ეცადე აი რეჯ აგი არა აგი ის რო ჩას გამანაწილებელია მაცივრის დენი რო გაითიშება ითიშება იგათა მერე რომ მოვა ჩართავს კარგა ის ზამეკანია რომ მოხდეს დაიცავს მაცივარს გადაწვისგან ტელევიზორზე არა გვაქვს ტელევიზორზე ნუ გვაქვს არ გვაქვს იგათა მერე რა ვიცი იგრია საქმე შემოძვირფასებოდა ტკბილებოდა თბილებო დღეს ხორცს გამოვიღებ ხვალ ფარშს გავაკეთებ შევანელებ მოვანელებ გემრიელად ვიხინკლავებთ მერე და თქვენთან ერთად კინკალი თქვენ იცით კინკალი ჩიკო გარმონიკო ჩიკო გარმონიკო ვაიმე რა და ისე ვიყავი დაღლილი ახალ წელზე ისე ვიყავი დაღლილი ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა დავიქაცე დავიღალე ვისი ძაღლიყებს და რამხელა ძაღლიყებს ხარ დიდი ეტყობა ბულდოგ წეღან ჯუჭელი დავრეცხე ამსა მე გუშინ დეჩემ მოიტანა რძე და ის არის რა ქვია გავაკეთე არაჟნით გავაკეთე ისა რა ქვია მაწოვნი წუხელი გუში საღამოზე რა შევფუთე დილას ოღონ სანტეს სანტე იყო თუ რა იყო მე მგონია სანტე იყო მოვიდეს გიო რომელი მაწონი იყო მე მგონია სანტე მაწონი კი არა ისა არაჟანი და ის არის რა ქვია იმნაირი მაწონი შედგა ხო იმნაირი კაი მაწონი შედგა ასე გონია არაჟანი იყო იმის გემოქონდა არაჟნის ისეთი კარგი შედგა გიო ხო დედა ის მაწონი რო გავაკეთე სანტეს იმითი გავაკეთე ხო ხო რანაირი გემოქონდა ასე გონია არაჟანი იყო სხვადასხვის სანტეს მაწონი არაჟანიც გემრიელია ხო და სხვათა შორის ძალიან გემრიელი ის იყო რა ქვია მაწონი გამოვიდა ძალიან გემრიელი ხო ხო რა კაი მაწონი იყო დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი კიდე რო იყოს რძე მე თქვი არ გაკეთდება თქო ხო გავათმევ რძე ხო ცოტა ოდნავ თბილი იყო კარგა თბილი იყო ჩაუდე ისა რა ქვია ერთი დიდი კოვზი ისა ერთი კი არა ორი კოვზი ჩავდე გული ხო ორი კოვზი არაჟანი აი ჩაის კი არა იმის კოვზები რა ქვია სუფრის დიდი კოვზები რო არის სუფრის ხო ამოურია ასე ურია და მე შევფუთე და წუხელი რო ავდექით ბებო ისა წამალი დავალევი დედაჩემს 4-ს ნახევარს ნახე ისა მაწოვნი ისა შეფუთული გავავიღე გიორგი არაჟანი რაღაცა სქელი ხო სქელი ვაი მე ხალხნო ახლა რა დამემართა იქით მხარეს ეზოში იყო ალბათ კატა ხო ანათებს ხოლმე სიმნელეში ვაიმე ხალხნო გავხედე 1 საათი აკვიდე ზემოთ უყურებ მეთქი ვინ არის ეს რა ჩაკუზულა მანდატო ვაიმე მე ვიღარ დამიძახე
გამისკდა გული ძლივი ჩავედი ახლა ქვით. მე რანი მასკენი. ჰა? მე არ გაიგე რო კატა იყო. მე გავიგე რომ კატა იყო, ხო. მე გამახსენდა რომ ანათებს თვალებიდან. ძაღლი ხო ანათებს. ძაღლიც ანათებს თვალებიდან, ხო. და მით უმეტეს შავი თუ არა და ვირაყიდა. ის შავი კატა რო დადის, ის არის ზუსტად ის იყო. აქ რო დაბრიგინებს. ხო, აქ რო დაბრიგინებს ზემოთ. შიგნი შედის ქალო, აი ამის და მიშა, კიდე კაი ამის ზემოთ კიდე ის არის დაფარებული რაღაცეები. ხო. თან ფუმფულა კატაა სხვათა შორის. რა თიტევა? ლამაზი ფიცუა, რაღაც აი რა იყო? სუქანა. კიდე გადაიარა თუ რა იყო. უწარით მომეფხანა. ისე დამცხახარ. ერთხელ კიდე რაღაცა ბაბაიაგაზე იყო რაღაცა. აი მე. ის რა ხალხნო ის შენ ზოურსულად ვიყავი გიორგი და ფეხძიმეთ ვიყავი და ბაბაიაგაზე იყო ისა რაღაცა გადაცემა თუ რა იყო რა ვიცი მე ტუალეტში მომინდა ბოდიში ამ სიტყვასთან და წავყევი წამოვიყოლე ღამეჩევი ისა მეშინია მეთქი წამომყევი ხო დაიხურა იკარებ დავხურე თავის თავად რო შევედი და გამოვდივარ გავღახრი კარები და ბავაში მასე დაიჯღანა და იბნელაში დაიჯღანა უბედა ხო იცოდი რომ მაშინი იყო მაგრამ აი რაღაცა წარმოვიდგინე რაღაცა ის წარმოვიდგინე ალბათ იმ ფილმიდან ხო და თუ გული არ გამიჩერდებოდა აღარ მერია მოვიყვან ამ ვაი თვითონაც ისე შეეშიდა კაპიტრდა ეს ორსული ხალი გადავრიო ხო ვაი ვიცი როგორ შემეშინდა ვაი თუ გული არ გამიწყდებოდა აღარ აუ ეს არის ყველაზე საზისხარი შეგრძნება რაღაც ის როგეში ხო რაღაცა მოგერანდება უცბად არაფერი არ არის შეიძლება არაფერი იყოს და უცბად რაღაცა აი ამზაბო შაშაზაფხული იყო კაკალი რო ფრიფინებდა კაკალის ტოტი და რაღაცა არის თქვა მე რომ ვიძახ ხო თითქოს ვიღაცა არის ჩაკუზული ეგრე ჩანს ღამე ეგრე ჩანს ხო და მე არის ისე მეშინია კი ვერ ჩავდიო ღამე არა და კაკალია მე ჩავდიო მარტო თუ რა ჩავიყოლი არა და კაკალია სხვა კი არა ხალხო შარშანი იყო და ღამე ზანთარი ქარში მივდიოდი მაღაზიაში ხო და ეს ქან ის მეცა რა ქვია პარკის ურგში ხალხო ღამე ვიცი ხოლმე წასვლა ქარიო მაღაზიაში ხო ღამე ვიცი ხოლმე წასვლა სამს ხო და პარკი მეცას ურგში რომ მობრუნდი სანამ ეს პარკი დავინახე ჩემი დამემართა მე მომივიდე ერთხელ სამუშაოზე რომ მივდივარ დიდი ცენტრში ხომ მუშაობდი სადაც ღამე მიდიოდი მე მათ გამთენი ისაც ხუთი თან ფურნებზე გადადიოდი და აი მანდედან როგორ გადადიოდი შუაღამისად არ ვიცი ხო მაშინაც ისინი არ იყო მაშინთან არაფერი არ იყო ლამპიონები აი მათ და ესე მოკლეზე რომ გადავდიოდი მან როგორ გადადიოდი ღამე არ ვიცი ხო მივდიოდი ხარ და ავედი უკვე ფურნესთან მივდივარ და მოფრინავს ეთყობა პარკი რა ვიცი მე და პიტაბეს ზურგში მეთხოვლება თან მე ყურსაც მე მიგეთია ხოლმე შენ არ გიგეყავს ხშირად არ გამიგია გერგის იმ ჩაულებრად დედა რა დამემართა ხარ ხო ვერ წარმოიდგენთ უკან შიშით ვერ მიყურები ასე თავსაც ვერ ვაბრუნებ და რომ მოხუსლე და მივდივარ გაიქეცი ხო ხო და უკან თავს ვერ მე მეგონა ვიღაცა მომდევს მივედი იქ ცენტრში უკვე იმასთან რა ქვია მაღაზიებთან და დავინახე ვიღაცა ორი ადამიანი მე თითქოს ჩავწყნარდი მაგრამ ხალხიც რო ხედავდი ხო იმისიც კი მეშინოდა უკვე მე ღამე 5 ნახევარზე მივდიოდი რა მივდიოდი სამიჩქარებოდა რომ მე არ ვიცი ახლა მილიონზე ვიღარ წავალ მაგში ასე ადრე არ ვიცი ეგეთი რაღაცები მე ხშირად არ ვიცი და ეხლა რა დამემართა არ ვიცი შენ არ იცი ეგეთი რაღაცები ხშირად არ ვიცი ხო მე შიში კი არა მაგანა შიში მაგრამ უცბად რაღაცა რომ მომხვდა ხო იმისი შემეშინდა მე ესაც მამა შენი მაშინ ცოცხალი იყო და რომ ამიტეხა აღარ წახვიდე სამუშაოზე მოიკალავტავ ის არის რა ქვია ხშირად არ ვიცი ხოლმე ეგეთი რაღაცები აი მაგალითად თუ რაღაცა მომეჩვენა
რა ვიცი მე რა მემართება იქ შეიძლება უცბად მივდიოდე რაღაცა მომეჩვენოს რაღაცა ის დავინახო რა ქვია სილუეტი რაღაცა მე რა ვიცი ალბათ წარმოდგენებით არის თუ რითი არის არ ვიცი მე რა ვიცი შუაღამისას კიდევ დიოდი მაღაზიაში ხოლმე შაშანდა ეს ხელის გული რა კარგია რა ეს კარგი საფხანი ხანდახან ახლაც ისე მიდიოდი რომ აღამდება ახლა ისინი შუქები მაიცა შუქები მაიცარე და ადრესად იყო შუქები კაცო ლამპიონები არ იყო რაღაცას მაინც დაინახავდა ხო ადრეს ელემენტარული ძაღლი რო გამოგივარდეს დაინახავ რაღაცას მაინც ანუ თუნდაც მგელი და ხო არ მომეთხნება ის შავი პარკი მე ის გამახსენდა რომ გამოვიარე გამიხეთ აი უხევა გული მე მალე მოვდიოდი გიორგი 5:30 უკვე 9 საათში სახში ვიყავ 6:30 ჭიჭო დავაწებოდი და გადავიდოდი ინფორმაციაზე რა მივდიოდი ამ საში არის თან მაშინ ის არის ყო რა ქვია მანდით ლამპიონები არა ასად არის ყო ლამპიონები არ ჩვენთან არის არა ბნილაში მივდიოდი მე ფურნებზე რო გადადიოდი კიდე მაგრამ ბებოც დადის ღამე ერთხელ და ჩემო გამიხეთქა გული მივდივართ გამო 1 საათი ბებოზე მაინც არ მიდის იყოს არა უშავს ცოტა ხანი და წავიდა ერთხელ მივდივართ ხარხნო დედაჩემი და თუნდაც ჩვენ გამოსასვლელში იმის გასასვლელში იქანა ის არის ვირები ყოფილან და ღამე რო იყო ვაიმე ვინახარტო კინაღა გული გამისკა და გამიხეთქა გული და მე რო გავიდოდით იქანა ის მახსენდებოდა პიტაბიგი ვაიმე ვინახარო კახანი მახსენდებოდა მე ის გადამავიწყდა ერთხელ კიდე აი ჩვენ მეზობლის რაღაცა თაბუროს არ მოგივიდა კამერა რო აქვს როლაპარაკო რა ვიცი კაცო ერთი რაღაცა დე რაღაცებს ლაპარაკო მიუბრუნდები არავინ არ არის კიდე მოუტრიალდები არავინ არ არის მეთქი რა ლაპარაკობს და მე ბოლო დავუკვიდი და მივხვდი რომ ის ლაპარაკობს ხან ლაპარაკობდა ხან არ ლაპარაკობდა ხო და გული მეფეჩერა ხო იმედედა თან უცხოურად ჩინურად ლაპარაკობს გული თუ რაღაცა რა ვიცი თემოდან გამოწერილი აქვს ეთქობა აი მე რა სასაცილო იყო რაღაცა რო შეიძლება აპლიკაციიდან ხმაც გამოურთო რო არ ლაპარაკობს ხო აი გავიხეთქა გულია ვეთქი ვინ ლაპარაკობს ამ უცხოურად ჩინურად რომ მოიხედავ და არავინ არ არის ადამიანი რო არ არის და რაღაცა ლაპარაკობს ხმა გისმის მეთქი მელანდება ყურებში ეს უშვებოდი ხალხო გავუსაწმინდი ხო არა მაგ და მეჩვენეო ხო მეჩვენებოდა ხალხო წავედი და გემშვიდობებით 1 საათზე წავედით გონი აბა ჰედა ბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით კარგად კარგი ხამე ბაი აგიგვერთავთ ახლა ვიდეოს მოგიყვართ 1 საათიანი ახლა უყურეთ ჩვენ გაგანს რცელი გადაიღებდა ჩვენ გაგანს ვის გადაიღეთ რცელი უსმენთ